1708 წელი. საზღვაო არქივებში მისი მხოლოდ ზედმეტსახელია ცნობილი. ფრანგი. ის ინგლისის გემზე ტყვედ იმყოფებოდა. გემი ახალი გრანადის ნაპირებთან, ანუ სამხრეთ ამერიკაში ესპანეთის კოლონიასთან ახლოს მიცურავს. როცა მისი ბორტიდან ვიღაცა ისკუპებს. ეს ფრანგი გახლავთ. მან ცურვით მიაღწია ხმელეთამდე. მას ესპანეთის კოლონიალური მთავრობისთვის უაღრესად საჭირო ინფორმაცია ჰქონდა. საპორტო ქალაქის გუბერნატორს მოახსენა, რომ ინგლისის 4 მძლავრი სამხედრო ხომალდი ესპანურ გემებს არიან ჩასაფრებული. მათი მთავარი მიზანი ძვირფასეულობით დატვირთული ესპანური გალეონებია. ესპანურ გალეონებთან შედარებით ინგლისური ფრეგატები სწრაფებიც არიან და მეტი შეიარაღების ტარება შეუძლიათ, ამიტომ გუბერნატორი შეშფოთებული უსმენს ფრანგს და ესპანური საიმპერატორო ფლოტის გენერალს ხოსე ფერნანდეს დე სანტილანას ატყობინებს, რომ იგი საფრთხეშია. ეს სანტილანას ძმის პორტრეტია. თავად გენერლის გამოსახულება არ შემოგჩა, მაგრამ იმედია ძმები გავდნენ ერთმანეთს. გადის 307 წელი და 2015 წელს კოლუმბიის ნაპირებთან ახლოს კარიბის ზღვის ფსკერზე 600 მეტრის სიღრმეზე, იქ სადაც მზის სინათლე ვერაზროს აღწევს, წყალქვეშა რობოტი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ საიდუმლოს ახდის ფარდას. იგი პოულობს იმას, რასაც მეცნიერები ჩაძირული ხომალდების წმინდა გრაალს უწოდებენ. ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვების, ასევე კანსის დინასტიის ჩინური ფაიფურის ნივთების ფასი, რომელიც ჩაძირული ესპანური გალეონის დალეწილ ტრიმებში ინახებოდა, დღევანდელი თანხით 20 მილიარდი დოლარია. 3 საუკუნეზე მეტია ეს უზარმაზარი სიმდიდრე წყდიად შეაჩაკარგული. მაგრამ გალეონ სან ხოსეს ისტორია მხოლოდ ზღაპრულ განძს არ უკავშირდება. ეს არის ამბავი ადამიანურ სიხარბეზე, საზღვაო ტრაგედიისა და თანამედროვეობის ყველაზე დაუნდობელ იურიდიულ ომზე. ომზე, რომელიც დღესაც გრძელდება. მაღაზიათა ქსელი ფემილი ქუთაისში, უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო ფემილი ფუდის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საკანცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანტერეა. ფემილი ფუდ, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. მე ტრადიციისამებ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლახან გამოიწერა არხი, მეგობრებო, ნახეთ აუცილებლად ახალ გამომწერებს ვეუბნები, ძველი ვიდეოები, თქვენი უამრავი საინტერესო რამ გელოდებათ, მე თქვენი მშურს, იმიტომ რომ მართლაც მეც ხშირად უყურებ ხოლმე ჩემს გადაცემებს. არა იმიტომ რომ ჩემი თავი მაინტერესებს როგორ გამოვიყურები, არამედ უბრალოდ მართლაც ეს თემებია, რომელიც ზოგჯერ ადამიანს გაკეთების მომენტში სიამოვნებს, შემდეგ შეიძლება რაღაც დეტალები გადაგავიწყდეს. ნახეთ აუცილებლად, დიდი მადლობა მეგობრებო ყველას თქვენ, ვინც ფინანსურად ეხმარებით ჩემს არხს, ეს მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ახალი ვიდეოები გავაკეთო და არანაკლებ დიდ სტიმულს მაძლევს თქვენი დადებითი კომენტარები ვიდეოების ქვეშ. მართალია გამომწერების რაოდენობა მატულობს, 77,000 უახლოვდებით, მაგრამ სამწუხაროდ ასე პროპორციულად არ იზრდება ნახვების რაოდენობა, ამიტომ ცოტა აქტიურად გადავაზიაროთ სოციალურ ქსელებში ვიდეოები, აქტიურად დავწეროთ მოწონების ნიშნები და კომენტარები, ეს წინ ეკაჩება ვიდეოს, მას რეკომენდაციებში უფრო ხშირად აჩვენებს და აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ ვიდეოების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა სპონსორებს. მოგიყვებით ერთი ხომალდის ტრაგიკული ისტორიის შესახებ, რომელიც დღემდე არასვენებს კატასტროფების, განძის მაძიებლების და მისტიკური მოვლენების მოყვარულთა გონებას. მე როგორც მჩვევია ხოლმე ყველაფერს ძალიან შორიდან ვიწყებ, ამიტომ არ დამზრახოთ, ახლაც ასე მომიწევს. ამას იმიტომ ვაკეთებ ხოლმე, რომ უფრო კარგად გავერკვეთ თუ რასთან გვაქვს ზოგადად საქმე, როდესაც რაღაც თემას ვეხებით. თუ თავიდან არ დავიწყეთ და სატაჩუიდან ბევრი რაღაც გაუგებარი დარჩება ხოლმე. ესპანეთი 1700 წელი მადრიდის სამეფო სასახლის ჩაბნელებულ ოთახში სრულდება ეპოქა და იწყება მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც ევროპას შეაზანზარებს. კვდება ადამიანი, რომლის სიკვდილიც მსოფლიოს თავდაყირად ააყენებს. კარლოს მეორე ჰაბსბურგი, ესპანეთის იმპერიის მბრძანებელი, რომელსაც ისტორიამ მეტსახელად მოჯადოებული შეარქვა. მისი და მისი დინასტიის ტრაგედია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ წმინდა ბიოლოგიური და გენეტიკური იყო.
ჰაბსბურგების საგვარეულო საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა და აფართოებდა ძალაუფლებას ევროპის მრავალ ქვეყანაში. მაგრამ მათ არჩეული ჰქონდათ ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ საბედისწერო სტრატეგია. ისინი მხოლოდ ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ. რათა მათი სიმდიდრე და ძალაუფლება სადღაც გარეთ არ გასულიყო. ანუ ამ მუდმივმა შიდა საგვარეულო შეჯივარებამ თაობების განმავლობაში დააგროვა დაზიანებული რეცესიული გენები და საბოლოოდ ნამდვილი გენეტიკური კატასტროფა გამოიწვია. მეცნიერების გამოთვლით მარტო კარლოსის ინბრიდინგის კოეფიციენტი იმდენად მაღალი იყო, თითქოს იგი 3-4 თაობის დაძმისგან იყო დაბადებული. მას ტანჯავდა უამრავი დაავადება, მთელი თაიგული დაავადებებისა. მათ შორის იყო ცნობილი ჰაბსბურგული, ანუ მკვეთრად წინ გამოწეული ქვედაყბა. დეფორმირებული აბსოლუტურად მას ლაპარაკი უჭირდა, ენა პირში არ ეტეოდა და სხვა შორის უჭირდა ასევე საჭმლის დაღეჭვა და ყლაპვა. მაგრამ იმპერიისთვის ჰაბსბურგის ყბის ფორმა მაინდა-მაინც ტრაგიკული არ იყო, ტრაგიკული იყო მისი შეუძლებლობა, რომ ბავშვი გაეჩინა, ანუ შთამომავალი დაეტოვებინა, იქნებოდა ეს გოგონა თუ ბიჭი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ჰაბსბურგები გვარი მასზე თავდებოდა. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჰაბსბურგებისთვის და ძალიან დიდი მიწისძვრა, ალბათ 10 მაგნიტუდიანი ევროპისთვის. რატომ? იმიტომ რომ ესპანეთი რჩებოდა მონარქის გარეშე. ჯორჯიას პრემიუმ ნაკრები. ხსნით ნაკრებს და იქ ხვდება თურჩხელა, სვანური მარილი, ცხარე აჯიკა, ყვავილების თაფლობა, ქართული ღვინო. ნაკრებში ახლა უკვე ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც არიან. წუნა და წრუწუნა, თოვლის გუნდა, დევი და რა თქმა უნდა ბატიტასიკო. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სტანდარტული 7%-ის ნაცვლად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ნაკრების გაგზავნა უკვე მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. დარეკეთ ამ ნომერზე, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი შემადგენლობა და სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძენით საქართველოს გემო. ტახტზე პრეტენზია განაცხადა საფრანგეთმა და ეს საფრანგეთის მეფეს ლუის მე-14 შვილიშვილი ფილიპე მე-5 ანჟუელი ჰერცოგი აკურთხა. ფილიპე ტრადიციისამებრ თლად შეუხედავი არ იყო, მაგრამ ასევე ტრადიციისამებრ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ ისიც ინბრიდინგის, ანუ ახლო ნათესაური შეჯვარების მსხვერპლი იყო, არა იმდენად, რამდენადაც კარლოსი და მისი საგვარეულო, მაგრამ მაინც. საფრანგეთის და ესპანეთის ამ ორი კოლოსალური იმპერიის, უმდიდრესი იმპერიის პოტენციური გაერთიანება დანარჩენი ევროპისთვის კატასტროფის თოლფასი იყო, იმიტომ რომ მათი გაძლიერება წარმოუდგენლად ძლიერდებოდნენ ისინი. გამოიწვევდა საზღვრების გადახედვას, ეკონომიკურ პრობლემებს, ძალიან ბევრ რამეს და ეს რომ დააფიქსირეს ინგლისმა, ჯერჯერობით ინგლისმა და არა ბრიტანეთმა, ჰოლანდიამ და ავსტრიამ შეკრეს ტრიუმვირატი და გადაწყვიტეს, რომ გამკლავებოდნენ აი ახალ ჩასახულ და ძალიან ძლიერ იმპერიას. დაიწყო ეგრეთ წოდებული ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. კონფლიქტი, რომელშიც ჩაერთო ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და თქვენ წარმოიდგინეთ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ის კუნძულები, საიდანაც ძალიან დიდი სიმდიდრე შემოდიოდა ევროპაში. იყო ეს არა მხოლოდ თქვათ ძვირფასი მეტალები, ეს იყო ძირითადად სანელებლები, რომელსაც არანაკლები ფასი ჰქონდა ვიდრე ალმასებს და ოქროს. ეს ომი არ ჰგავდა აქამდე არსებულ არც ერთ კონფლიქტს. ის იყო გლობალური მასშტაბის და ასევე გლობალური რაოდენობით მოითხოვდა ფულს და ფინანსებს. ომში ჩართული იყო, როგორც გითხარით, მთელი ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, იქეთ ოსტინდია და ხმელეთზე მიდის ბრძოლები, ზღვაში მიდის ბრძოლები, ერთმანეთს უსაფრდებიან, არის მეკობრეობა უკვე დაშვებული არის კანონით, მათ შორის ბრიტანელი მეკობრეები არიან საოცრად იღბლიანები და ძალიან დიდ როლს თამაშობენ ბრიტანეთის ოკეანეებში გაბატონებისთვის და ესპანეთი კი მართალია საკმაოდ ძლიერი იმპერიაა, იგი ფლობს მთელს სამხრეთ ამერიკას, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილს, ეზიდება იქედან თუ კი რამე შეიძლება გამოზიდოს საკვებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ეს არის ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები, რომლითაც გადატენილი არის სამხრეთ ამერიკის კონტინენტი. ესპანელები იმ დროს ისევე როგორც დღევანდელ დღეს, აი მაგალითად რუსეთი, ირანი, ესეთი ქვეყნები, რესურსების ნარკომანები არიან. უბრალოდ ისინი ეზიდებიან ამ რესურსებს სამხრეთ ამერიკიდან და
არა წარმოებენ თითქმის არაფერს თვითონ. თუ რამეს ფული უვარდებათ ხელში, ისინი გარეთ ყიდულობენ და ეს ძალიან ცუდად მოუტრიალდება მათ. თითქმის ყველაფერი ეს აღჭურვილობა იქნება, სამხედრო აღჭურვილობაც კი შემოდის გარედან. არადა ფლოტს და არმიას ყოველდღიურად ძალიან დიდი ფული სჭირდება. ფილიპ მეხუთის გადასარჩენად და ომის გასაგრძელებლად და ომის სერიოზულად არის უკვე გაჩაღებული, არის საჭირო ფინანსები. როგორც თქვი, თვითონ ესპანეთში ფინანსები არ არის, მაგრამ სამაგიეროდ იგი არის ოკეანის მიღმა ახალ სამყაროში. ამერიკის კოლონიები, კერძოდ კი პერუს ვიცე-სამეფო და ახალი გრანადა, ეს დღევანდელი კოლუმბია, ესპანეთის იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე მაცოცხლებელ არტერიად არიან გადაქცეული, წლების განმავლობაში აქედან მოდის არნახული სიმდიდრე. ეს არ არის უბრალოდ ოქრო, რომელიც იქედან მოედინება, ეს არის ესეთი ინდუსტრიულ ხაზზე დაყენებული ადამიანების სასტიკი ექსპლუატაციის შედეგი, მაგალითად იგივე პოტოსის, ეს არის თანამედროვე ბოლივია, სახელგანთქმულ ვერცხლის მთაში, სადაც როგორც სახელი მიუნიშნებს, დიდი რაოდენობით ვერცხლს მოიპოვებდნენ, 10,000-ობით ადამიანი იღუპება. ისინი ხელებით ხრიან მიწას და ასე მოიპოვებენ ვერცხლს. ეს ხალხი არის როგორც ადგილობრივი ტომის წარმომადგენლები, ასევე აფრიკიდან ჩამოყვანილი მონები. აი ასეთ არაადამიანურ პირობებში ხდება სიმდიდრის მოპოვება, რომელიც შემდეგ ესპანეთში მიდის და რომელსაც დღეს ჩვენ ესპანეთის ძალიან ბევრ და ძალიან ლამაზ ქალაქებში ვხედავთ. ეს ფაქტიურად ის სიმდიდრეა, რომელიც აი ამ ხალხის ხელით არის მოპოვებული. ომის დაწყების გამო, რა თქმა უნდა, ნავიგაცია უკიდურესად სახიფათო ხდება, ბრიტანული და ჰოლანდიური გემები ძალიან სწრაფები არიან, ისინი აღჭურვილი არიან უახლესი თანამედროვე იარაღით, შეიარაღებით, არის ეს კარტეჯი, არის ეს სხვადასხვა ტიპის ხუმბარები, რომლებზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მაგრამ მათაც რა თქმა უნდა სჭირდებათ ფინანსები ამისთვის. ბრიტანეთს მეტად თუ ნაკლებად ინდუსტრია განვითარებული აქვს, ავსტრიასაც, ჰოლანდიასაც, ისინი თან ვაჭრობენ ძალიან სარფიანად სხვადასხვა ქვეყნებთან, მდიდარი ქვეყნებია. უკვე 2 წელია, რაც ესპანეთში არ შემოსულა სამხრეთ ამერიკიდან არც ერთი გემი. ეს აყენებს ამ ქვეყანას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. უკვე ისინი ჯარს ვეღარ უვლიან, საკუთარ მოსახლეობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, არც კი აინტერესებთ და უკვე თვითონ სასახლის პირობებშიც კი კრიზისი იწყება. ანუ ფული აღარ ყოფნის ელემენტარულად ესპანეთს. და ამიტომ გადაწყვეტენ, რომ გააკეთონ ასეთი რამ, ანუ შეკრიბონ თუ კი რამე ამ წლების განმავლობაში ოქრო და ვერცხლი დაგროვებულა და იქდევს სამხრეთ ამერიკაში სხვადასხვა კოლონიებში, ყველა ეს ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი თვლები, სანელებლები, ყველაფერი შეკრიბონ, გააკეთონ ერთი დიდი არმადა, გემების გაერთიანება, რომელსაც სახელიც კი მოუფიქრეს ვერცხლის ფლოტი, ფლოტა დე ინდიას და ბრიტანელებისგან და ჰოლანდიელებისგან მალულად უსაფრთხოდ ჩაიტანონ ყველაფერი ეს ესპანეთში. ფლოტის ხელმძღვანელად ინიშნება 70 წელს მიტანებული, ძალიან გამოცდილი, ძალიან კარგი მეზღვაური გენერალი ხოსე ფერნანდეს დე სანტილანა. ამ ფლოტის ცენტრში არის 2 დიდი და ძალიან იმ დროისთვის ძალიან მაგარი გალეონი, სან ხოსე და სან ხოაკინი. ამ 2 გემის ტრიუმფში, განსაკუთრებით სან ხოსეში, იმიტომ სან ხოსე ოდნავ უფრო დიდია ვიდრე ხოაკინი, იტვირთება ძალიან დიდი რაოდენობით, ტონობით ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები. რა თქვენ წარმოიდგინეთ ჩინური ფაიფურიც კი, რომელიც შემოტანილი არის დასავლეთიდან, შემდეგ კონტინენტზე არის გადმოტანილი და უკვე ატლანტის ოკეანის მხარეს. იმ მომენტისთვის, როდესაც სან ხოსე და სან ხოაკინი უშვებენ აფრებს, ამოიღებენ ხუზას და გადიან პორტობელოდან, ეს გახლავთ თანამედროვე პერუსში ერთ-ერთი ძალიან დიდი პორტი, მაგრამ პარალელურად პორტობელოს აქვს ვერცხლის მთა, ეგრეთ წოდებული, სადაც მოიპოვებენ დიდი რაოდენობით ვერცხლს. ძირითადად იტვირთება ხოაკინი ვერცხლით, ხოლო ხოსე იტვირთება ძვირფასი ქვებით, ვერცხლით ასევე, რა თქმა უნდა, მაგრამ ხოსეზე უფრო მეტი არის ოქრო, გაცილებით მეტია ვიდრე ხოაკინზე. და მათ 14 შედარებით პატარა გემი მიყვებათ. გემები აქედან პირდაპირ ესპანეთში არ მიდიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დატვირთული არიან ოქროთი და ძვირფასეულობით. მათ გზად უნდა შეიარონ
აუცილებლად კარტახენაში. კარტახენა ეს დღესაც ძალიან ცნობილი პორტია, რომელიც დაცული არის ძალიან კარგად როგორც ბუნებრივი ბარიერებით, ასევე მის ნაპირებზე არის კარგად გამაგრებული ციხესიმაგრეები და იქ დგას ქვემეხები, რომლებიც ძალიან შორს ისვრიან ყუმბარებს. პარალელურად იქაც უნდა უკვე კოლუმბიაში შეგროვილი ზურმუხტებით დაიტვირთოს ეს გემები და უკვე აქედან წავიდნენ ისინი კუბაზე. კუბაზე მათ კიდევ შეუერთდებათ რამდენიმე გემი, მათ შორის ძირითადად სამხედრო გემები და უკვე აი ესეთი არმადა, ანუ ეს უზარმაზარი ფლოტი, რომელიც დაცული იქნება ყველა მხრიდან და გაზეზილი იქნება ოქროთი ვერცხლით და ძვირფასი თვლებით, წავა უკვე ესპანეთისკენ და მშვიდობიანად ჩაიტანს განძს ესპანეთში, რომელიც უკვე როგორც აი წყლიდან ამოგდებული თევზი, ისე სუნთქავს კი არა, უკვე ვეღარ სუნთქავს. რაც შეეხება თვითონ ფლაგმანებს, ანუ სან ხოსეს და სან ხოაკინს, ეს გახლავთ იმდროინდელი საინჟინრო აზრის ტრიუმფი, იმიტომ რომ უახლესი გემებია, რომლებიც მართალია თვითონ გალეონების ისტორია უკვე 200 წელს მოიცავს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად გადაკეთებული და ინოვაციური ტექნოლოგიით აგებული გემები, რომლებმაც უნდა შეძლონ რომ რაღაცნაირად ის 4 ინგლისური ფრეგატი, რომელიც მათ ელოდებათ და იციან უკვე რომ ელოდებათ ეს ფრეგატები, უნდა დაჩაგროს. არის ასეთი ბჭობა, ორი ვარიანტია, ან ჩვენ კარტახენაში მივდივართ და გზადაგზა ვიგერიებთ ინგლისელებს და თუ საჭირო არის, საჭიროა კი თუ შევძლებთ, ჩავძირავთ კიდეც და მეორე ვარიანტი დაველოდოთ კიდევ თქვათ ერთი თვე-ნახევარი ჩვენ ვიცით რომ ინგლისელები იქ ნაპირზე ვერ გადმოდიან, მათ შესაძლოა გაუთავდეთ სურსათსანოვაგე იქ და თვითონვე შეწყვიტონ ჩასაფრება. მაგრამ აქ მეორე ძალიან ცუდი მომენტი ის არის, რომ უკვე ერთ თვეში იწყება გრიგალების სეზონი, შტორმები და ამიტომ აი ეს არგუმენტი გადაფარავს, რომ არა წავიდეთ და თუ საჭირო იქნება გავუმკლავდეთ ინგლისელებს. რას წარმოადგენს თვითონ გალეონი? ეს ძალიან საინტერესო ხომალდია. ეს არის როგორც გითხარით მე-16-მე-18 საუკუნეებში ყველაზე გავრცელებული სამხედრო, მაგრამ პარალელურად სავაჭრო გემი. მას აქვს 2-დან 3 ალქნამდე, პარალელურად ცხვირზე, კიჩოზე და უკან აქვს ბაგზე სხვადასხვა ფორმის აფრები, რომლებიც მას მანევრირების საშუალებას აძლევენ. მისი შიდა ნაწილი არის რამდენიმე სართულიანი, ყველაზე დაბლა დევს ყველაზე მძიმე საგნები, რათა წონასწორობა დაცული იყოს და სწორედ ოქრო და ვერცხლი მიდის ტრიუმების ყველაზე ქვედა ნაწილში. შემდეგ არის ადამიანების სამოსახლო, მეზღვაურების, დაბალი რანგის მეზღვაურების, შემდეგ მოდის მესამე სართული, რომელიც სპეციალურად არის ძალიან გამაგრებული და იქ არის ქვემეხები და ქვემეხების რაოდენობა ერთ გემზე არის 62, საკმაოდ ბევრია, ნუ აქეთ იქედან 31 ზარბაზანი დგას და უკვე ზედა სართულზე და უკანა ნაწილზე არის ესეთი დაშენება და ამ დაშენებაში ცხოვრობენ კაპიტანი და რა თქმა უნდა უმაღლესი ოფიცრობა. და პარალელურად გემზე არიან ვაჭრები და დიდგვაროვნები, რომლებსაც სხვადასხვა როგორც დადგენილია კონტრაბანდული წესით მიაქვთ თავიანთი ტვირთი, ამიტომ ოფიციალურად რაც არის გაცხადებული და რაც არის ცნობილი არქივებში, რა ტვირთი იდო ხოაკინზე და ხოსეზე განსაკუთრებით, იმაზე როგორც ვარაუდობენ, კიდევ ერთნახევარჯერ მეტი მიდიოდა კონტრაბანდის გზით. გალეონის ხერხემალი, მისი ნეკნები, შპანგოუტები, ეს არის წითელი ხისა და სპეციალური ჯიშის მუხისგან გაკეთებული, რომლებიც უძლებენ ნესტს, უძლებენ ტროპიკულ ჰავას და კორპუსის გარეკანი არის ძალიან სქელი. იმდენად სქელია, რომ ხშირად აი მტრის ზარბაზნის ჭურვების პირდაპირ დარტყმასაც კი უძლებს, აი რამდენიმე მეტრიდან. სან ხოსე საკმაოდ ახალგაზრდა გემია, ასე ითვლება, ჯერ იგი 10 წლისაც არ არის, იგი აგებული არის ძალიან ცნობილ გემსაშენში, ბასკების მიერ და ეს ბასკები ძალიან სერიოზული გემჩენებლები იყვნენ და თვითონ ეს ფლაგმანიც ხელოვნების ნიმუში იყო ყველა მხრივ. წყალწვა მისი იყო 1200 ტონამდე, ეს ძალიან ბევრია, იმიტომ რომ მაშინდელი საშუალო წყალწვები გემებისა იყო 500-დან 600-700 მაქსიმუმ და ეს იყო 1200 ტონა. შეიარაღება, როგორც გითხარით, ეს არის 62 მძიმე ბრინჯაოსგან ჩამოსხმული
ზარბაზანი ბრინჯაორკინისგან განსხვავებით არ იჟანგება, მას არ აფუჭებს მარილიანი წყალი, იგი გამძლეა და არ სკდება ხშირი სროლისგან. ეკიპაჟი სან-ხოსეზე არის 600 ადამიანი, აქედან რა თქმა უნდა არიან ძირითადი მასა, ეს არის მეზღვაურები და ასევე კაპიტანი, ოფიცრები და ის დიდგვაროვნები და არისტოკრატები, რომლებსაც მოაქვთ თავიანთი სიმდიდრე ევროპაში. აქ არის როგორც სიიდან ჩანს 12 წლის ბავშვიდან დაწყებული 85 წლის მოხუცამდე დამთავრებული. როგორც უკვე გითხარით, სან-ხოსეზე და ხოაკინზეც ქვედა ნაწილი არის ფაქტიურად ბანკი, კარგად დაცული ბანკი, რომელშიც ეს ოქრო და ვერცხლი და ძვირფასეულობა ინახება, რომელსაც იცავს 62 ქვემეხი. მაგრამ ამავე დროს ისინი არიან სამიზნეები ყველა იმ მტრული სახელმწიფოსთვის და ფაქტიურად მთელი ევროპა ესპანელების მტერია, რომლებსაც ის თუ ჩაუვარდათ ხელში, რა თქმა უნდა, ძალიან იხეირებენ. 1708 წელი წარმოადგენს ძალიან რთულ წელს ევროპისთვის. როგორც ითხრა, ხომებია გაჩაღებული და კონტინენტის რუკა ძირფესვიანად იცვლება. ასეთია მაგალითად ალმანსას ბრძოლა 1707 წელს, როდესაც ბურბონები იმარჯვებენ და ფილიპე მეხუთემ, რომელიც ესპანეთის მეფე არის, ფილიპე მეხუთე ინარჩუნებს ესპანეთის ტერიტორიებს. შემდეგ არის 1708 წელს უდენარდეს ბრძოლა, ფლანდრიაში ხდება და აქ უკვე ჰოლანდიელები ინგლისელებთან ერთად ამარცხებენ ესპანელებს და ფრანგების გაერთიანებულ ჯარს. მოკლედ დიდი გადაადგილებები მიდის და ამავე დროს იბადება დიდი ბრიტანეთი. აი ძალიან საინტერესო მომენტია 1707 წლის 1 მაისს შედის ძალაში ეგრეთ წოდებული უნიის აქტი. უნიის აქტის მიხედვით მანამდე არსებული ინგლისისა და შოტლანდიის დამოუკიდებელი სამეფოები გაერთიანდნენ ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ და მას დაარქვეს დიდი ბრიტანეთი. შეიქმნა ერთიანი ბრიტანული პარლამენტი, გაერთიანდა მათი სამხედრო ძალები და ბრიტანეთი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოთამაშედ, არც მანამდე აკლებდა ინგლისი, მაგრამ ახლა უკვე უსერიოზულესი მოთამაშეა. სწორედ ეს ახლად შექმნილი ამბიციური და გაერთიანებული დიდი ბრიტანეთი აგზავნის თავის სამხედრო ხომალდებს კარიბის ზღვაში. სან-ხოსეს მთავარი მტერი ახლა ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტია, Royal Navy. საერთოდ ჩრდილოეთშიც მაგარი არეულობებია, აქ შვედეთის მეფე, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარი კარლოს მეორე უწყებს ომს რუსეთს, პეტრე პირველის წინააღმდეგ ილაშქრებს და იმართება არაერთი სისხლისღვრელი ბრძოლა, სადაც შვედები იმარჯვებენ, მაგრამ რუსებს ისევ ბედი ვიწყალობთ, როგორც 1941 წელს. ხდება რა, ზოგადად ეხა ბედი არ წყალობდა არც მთელ ევროპას და არც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, იმიტომ რომ 1707 წელს დაიწყო ეგრეთ წოდებული მცირე გამყინვარების უძლიერესი პერიოდი, რომელიც სულ 4 წელი გაგრძელდა, მაგრამ ეს საკმარისი იყო, რომ ყველაფერი შეცვლილიყო ევროპაში. განსაკუთრებით 1709 წელს ხდება წარმოუდგენელი რამ, ივლისშიც კი სამხრეთ გერმანიაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, იტალიაში, ვენეცია იყინება და გაყინული რჩება ვენეციის არხები ივნისის ჩათვლით. კატასტროფაა, ხო? იღუპება ფორთოხლის ხეები, ზეთისხილის ხეები, რა ძირითადი შემოსავალი იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის. ანუ იწყება კატასტროფული შიმშილი და მოსახლეობა, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, გარბის ქალაქებისკენ. მათ თან მოაქვთ უამრავი დაავადება, რწყილები, ტილები, რა ვიცი, იწყება ყვავილის ეპიდემია, იწყება შემდეგ თვათ ძალიან ძლიერი, მაგრამ საკმაოდ ისეთ ბევრი ხალხი რო წაიყვანა შავი ჭირის ეპიდემია. უმძიმესი მდგომარეობაა. მოკლედ, სოფლები წარიელდება, ხალხი ქუჩაში ყრია, ზოგი კვდება, ზოგი საჭმელს ითხოვს და ამ დროს კაცობრიობის სიბრიყვის ყველაზე ისეთი ნათელი მაგალითი, რომ ყველა იბრძვის 2-3 გემისთვის, რომელშიც ოქრო და ვერცხლია, რომელსაც ვერც შეჭამდა, ვერც გათბები მათით. ეს საოცარი კონტრასტია, ეს ადამიანი არ იცვლება. მე ყოველთვის ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, ადამიანი რაც იყო მღვიმეში, დარჩა იგივე, დღესაც ასეა, გადახედეთ რა ხდება. ჩვენს ირგვლივ სრული საგიჟეთი, მე მგონი დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც 317 წლის წინ იყო.
მაშასე მარშრუტი, რომლითაც უნდა გაიაროს ფლოტმა პორტობელოდან კარტაჰენამდე საკმაოდ რთული გასავლელი გზა არის, არა მხოლოდ ნავიგაციური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ აქ პატარ-პატარა მეკობრული გემები დარბიან, მაგრამ საბედნიეროდ ესპანელებისთვის ასეთი პატარა და 3 და 4 გემი სუსტად შეიარაღებული და განსაკუთრებით მეკობრული, სადაც თქვა მაქსიმუმ 25-30, 50 ადამიანია ეკიპაჟი და ანუ წარმოიდგინეთ გიგანტური გემია 600 კაცია ზედ. ეს გზა მაინც საკმაოდ რთულია. 1708 წლის მაისის ბოლოა პორტობელოს ნავსადგურში არის ჩამოწოლილი ნისლი, ჰაერი მძიმეა, ტროპიკული ტენით არის გაჟღენთილი და გალეონ სან-ხოსეს ბორცვზე მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური ოპერაცია თვეების განმავლობაში პერუდან, ბოლივიიდან, დღევანდელი პერუდან, ბოლივიიდან, ჩილედან, კოლუმბიიდან, ეკვადორიდან რა ვიცი თუ კი სადმე რაღაცა ქვეყანა არის, სადაც ვინმეს რამე რესურსი აქვს, ყველაფერი გროვდება პორტობელოში, დიდი ნაწილი და იტვირთება გემებზე. ზუსტად იმ დროს, როცა პორტობელოში გემები იტვირთება ძვირფასეულობით, ისლას დელ როსარიოს, ანუ როსარიოს კუნძულებთან, ეს გახლავთ კარტაჰენასთან ახლოს მდებარე პატარა არქიპელაგი, 4 ინგლისური გემი დგას. 4 არა, 5. 4 დიდი, შედარებით კარგად შეიარაღებული, საკმაოდ გამოცდილი ეკიპაჟით და მათ შორის არის 70 ქვემეხიანი ძალიან სერიოზული გემი, ექსპედიშენი, ამ ფლოტს ხელმძღვანელობს 42 წლის ძალიან გამოცდილი სხვადასხვა თავისი ასაკისთვის კომოდორი ჩარლზ ვეჯერი. ჩარლზი საკმაოდ კარგი მეზღვაურიც არის, კარგი მეომარიც არის, უშიშარია, მან კარგად იცის ყველა კუთხე-კუნჭული კარიბის ზღვისა და ასევე კარგად იცის თუ როგორ დაარწმუნოს თავისი მეზღვაურები, რომ ისინი არ აჯანყდნენ. აჯანყებისთვის კი ყველანაირი პირობაა შექმნილი. საქმე იმაშია, რომ ისინი უკვე 2 თვეა ამ კუნძულების უკან არიან მიმალულები, კონტინენტზე ისინი ვერ ჩამოვლენ, თქვათ რომ შეიცვონ საკვების და წყლის მარაგი. ამ კუნძულებზე წყალი მინიმალური რაოდენობით არის და ისიც რაღაცა ამყრალებულია, იმიტომ რომ ძირითადად ეს არის მშრალი სეზონია და ჩარჩენილი წვიმის წყლებია, რომლებიც უკვე დაჭაობებულია. ფუნტი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ერთი რამ აჩერებს მათ ყველას, მათ აქვთ ოფიციალური წერილი დედოფალ ანა სტიუარტისგან, რომელიც არის გაერთიანებული დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ძალიან წინდახედული და ძალიან მაგარი დედოფალი, სხვათა შორის მისი ისტორია რო წაიკითხოთ და იქ წერია, რომ ესპანელებისთვის წართმეული ქონებიდან ძალიან დიდი ნაწილი რჩებათ მეზღვაურებს. ანუ მეზღვაური, რომელიც წამოვიდა რო თქვა 2 კაპიკით ჯიბეში, შეიძლება უკან დაბრუნდეს მილიონერი. და ეს აჩერებს, რა თქმა უნდა, ინგლისელებს. ინგლისელებს გარდა თქვა აი 4 საბრძოლო გემისა, ყავთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ბრანდერი, ეგრეთ წოდებული ბრანდერი, ხა ისეთი სახელი ქვია, მე მგონი უფრო გერმანული უნდა იყოს და მარტო გერმანელები თუ მოიგონებდნენ ეგეთ გემს. ეს არის დენტით გატენილი გემი, რომელსაც აფრებს აუშვებდნენ ხოლმე, წაუკიდებდნენ პატრუქს და მიუშვებდნენ რომელიმე დიდი გემისკენ და ეს მიდიოდა და ეჯახებოდა, ფეთქდებოდა და გემს ძირავდა თავისთან ერთად. ნუ ფაქტიურად კამიკაძე იყო. ხო, უეჯერს ყავს კიდევ ერთი ძალიან პატარა და სწრაფად მოსიარულე გემი, რომელიც რაღაც მომენტში შეუძლია აფრითაც იაროს, რაღაც მომენტში შეუძლია აფრები დაუშვას და რომ უჩინარი გახდეს და მხოლოდ ნიჩვებით და ხედავს უეჯერი, რომ ბრუნდება ეს ნავი ძალიან სწრაფად და ზერავებს მოაქვთ ინფორმაცია ფლოტილია გვიახლოვდება ესპანელების. 1708 წლის 8 ივნისია. ნაშუა დღევი, ამინდი არის იდეალური, ქარი ისეთნაირად უბერავს, რომ ინგლისელებს უპირატესობას აძლევს მოძრაობაში და კარტაჰენას პორტის უსაფრთხო და დაცულ ნავსადგურამდე არის დარჩენილი ესპანელებისთვის 25 კილომეტრი. მხოლოდ. ანუ სრუტე აქვს გასავლელი, შემდეგ შედიან უახლოვდებიან თუ არა კარტაჰენას, იქ უკვე ხმელეთზე დგას შორს მტკორცნი ქვემეხები, რომლებითაც უბრალოდ გაანადგურებენ ინგლისელებს. აი ეს 25 კილომეტრი აქვს სწრაფად გასავლელი ესპანელებს. გენერალი სანტილანი ამჩნევს ჭოგრიტში, ხედავს 4 ინგლისურ გემს. იგი ეგრევე ხვდება, რომ ეს ძალიან სერიოზული მეტოქეები არიან, მიხვდება რა შეიარაღების პატრონებიც არიან ისინი
და იმასაც მიხვდება რომ დაგებულმა ხეში გაება მას კი აფრთხილებდნენ იგი მზად იყო ყველაფრისთვის მაგრამ მაინც არ ელოდა რომ აი ამ ადგილებში შეხვდებოდა ინგლისელები და პარალელურად ის უფრო ელოდა რომ კარტახენადან გამოსვლის შემდეგ მოუწევდა ბრძოლაში მონაწილეობა და პარალელურად არ ელოდა ასეთ ქარს ანუ ინგლისელები გაცილებით სწრაფად გაცილებით მანევრირებულად მოძრაობენ მაშინ როდესაც ეს ორი მძიმე დატვირთული და ისედაც მძიმე გალეონი მართალია ეს მოცურავე ციხესიმაგრეა მაგრამ მაინც მოუქნელად იწყებს მოძრაობას ხა მიხვდა სანტილანა გამოცდილი მებრძოლია გამოცდილი მეზღვაურია რომ გასაქცევად უკვე ვეღარ გაიქცევიან ვერსად ამიტომ ტაქტიკა ნახევრად მთვარისებურად დგებიან ეს ორი ფლაგმანი ანუ ხოაკინი და ხოსე დგებიან აი ამ ნახევარ მთვარის წვეტებში შიგნით აქცევენ ხომალდებს რომლებსაც ნაკლებად აქვს შეიარაღება და რა უნდა ქნან ეხლა ქვემეხები არის გვერდულად აი ამ გვერდებშია და ამ გვერდებშია გემის აქ უკვე იწყება მანევრირება რომ რაღაცნაირად ერთმანეთს გემებმა გვერდები მიუშვირონ რომ აქედან უკვე დაიწყოს ქვემეხები და მართლაც გახურდება ბრძოლა ინგლისელები როგორც მგლები ისე დარბიან აი ამ გემებს შორის ერთ-ორ გემს პატარა გემს ჩაძირავენ აფეთქებენ მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებენ მაინც და მაინც სანტილანას გემს ანუ სან-ხოსეს და ამ დროს ვადაშორის როგორც იტყვიან ხოლმე იშუსტრებს ხოაკინი და გაძრება აი ამ აყალმაყალში ისეთი კვამლი დგას აი ამ მუდმივი სროლისგან რომ კვამლია და გაძრება და წავას ვადაშორის და მიაღწევს კარტახენამდე ეს გავასწარი მე ახლა მოვლენებს მაგრამ აზრო რომ ვიცოდეთ ანუ შესაძლებელი არის აქაც თავის დაძვრენა და ფაქტიურად სან-ხოსე რჩება მარტო 4 ინგლისურ გემთან ერთად ახლა საქმე რაშია ვეჯერს არაფრად არ აწყობს რომ სან-ხოსე ჩაძიროს ერთი გემი უკვე დაეთესა მიხვდა იგი ამ პატარა გემებში არც ელოდება რომ რამე სერიოზული იყოს მით უმეტეს უკვე 6 გემია აი ამ პატარა გემებიდან ჩაძირული მას სჭირდება არა თქვა ჩაძირვა სან-ხოსესი არამედ მისი ყვედაყვანა იმიტომ რომ თუ ჩაიძირა კარგად იყავი ხო იმასთან ერთად ჩაიძირება ის რისთვისაც ისინი აგერ თვეებია უკვე იტანჯებიან დგანან და ელოდებიან ამისთვის საჭირო არის აბორდაჟი ბორდინგი აბორდაჟი რომელიც ძალიან კარგად ქონდათ დამხეცებული ინგლისელებს თუ გაქვთ ნანახი და გაქვთ ალბათ ყველას კარიბის ზღვის კუნძული მეკობრეების ფილმი აი ეს ფრანჩიზები ალბათ გახსოვთ როგორ ხდება ეს აბორდაჟი ხო კაუჭები აქვს სპეციალური უახლოვდებიან გემები ერთმანეთს გადადიან და მე იქ იწყება უკვე აბორდაჟირებულ გემზე იწყება ხელჩართული ბრძოლა. ეს არ არის ახლა შენ გემს მიადექი და იქ კაუჭები მოსდე და გადახვედი და მოიგეომი არ არის. ამას მთელი ტაქტიკა ჭირდება. ანუ პირველი ეტაპი ეს არის იმობილიზაცია, ანუ გაუნებელყოფა მოძრაობის მტრის გემის. ამისთვის რას აკეთებენ ინგლისელებს აქვთ ახალი ტექნოლოგია. ისინი ქვემეხიდან ისვრიან ორ ბურთს, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებული არიან ჯაჭვებით. და წარმოიდგინეთ ეს როდესაც მიფრინავს ეს ორი ბურთი, ის ტრიალებს. ცოცხალ ძალას ცელავს პირდაპირ. აი როგორც მბრუნავი ცელი ისეა და ამ ტაქტიკით სხვათა შორის ინგლისელები აღწევენ იმას, რომ მესაჭე გამოყავთ მწყობრიდან, გამოყავთ ის ადამიანები მწყობრიდან, რომლებიც გემს მართავდნენ, ანუ აძლევდნენ მას მანევრირების საშუალებას. ეს კი უკვე რასია ფაქტიურად ფეხები მოჭრილი ყოველია რა ეს გემი. მეორე ეს არის გემბანის გასუფთავება. როცა დისტანცია კიდევ უფრო მცირდება, ანუ გემები ერთმანეთს უახლოვდებიან, артиллерия წყვეტს უკვე სროლას, რომ ძალიან არ დააზიანოს მოპირდაპირე მხარე და იწყება უკვე მუშკეტებით და პისტოლეტებით, ნუ იმ დროინდელი ხა რა იყო, სანამ იმას დატენიდი ნახევარდღე გადიოდა მართალია, მაგრამ უკვე დატენილები იდო იქ. და ამავე დროს იწყებენ კარტეჩი ეს არის როგორც საფანტიო, ოღონდ ცხელი საფანტია. თვითონ ქვემეხებში დებენ რამდენიმე დაახლოებით აი ამ ზომის ბურთულებისგან აკეთებენ ამ კაფსულებს, ეს კაფსულა როდესაც გავარდება, იგი წვრილად მიფრინავს, ანუ ეს ერთი დიდი ყუმბარაკი არ არის, პატარ-პატარა ყუმბარჩიკებია. და აი ეს ყუმბარები უკვე ისეთ დაზიანებას აყენებს ადამიანს, რომ მისი გადარჩენის შანსი არ არის და ძალიან ბევრი ასეთი დაზიანებებით ჩონჩხები არის ნაპოვნი. აი თავის ქალაში პირდაპირ როგორც კარაქში დანა ისე გადიოდა. და მესამე ეს არის ყველაზე გადამწყვეტი უშუალო კონტაქტი. აი უშუალო კონტაქტს გემები უკვე
ანუ ვეჯერის და სანტილანას გემი აღწევენ საღამოს 7 საათისთვის, როცა უკვე ბინდდება. ზოგადად ტროპიკებში იცით თქვენ რომ ძალიან სწრაფად ღამდება. ახლა აგერ ჩილოეთში მაგალითად აი ეს ოქროს საათი, რასაც ოპერატორები ეძახიან, რაღაცა 2 საათი გრძელდება და ტროპიკებში ეს ოქროს საათი შეიძლება 5 წუთიც არ გაგრძელდეს. ძალიან სწრაფად ჩადის იქ მზე. და აი ამ დროს უახლოვდებიან სწორედ გემები უკვე pistol shot distance-ზე, ანუ პისტოლეტის სასროლ დისტანციაზე ერთმანეთს და თითქმის ერთმანეთს ეხახუნებიან, აი ბორტებით უკვე აი ის პერიოდია, რომ კაუჭებზე უნდა გადავიდნენ და უნდა მოხდეს ერთი გემიდან მეორეზე გადასვლა, სხვათა შორის ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია, ეს უკვე თვითონ ესპანელები, რომლებიც გადარჩნენ და სხვა გემებიდან უყურებდნენ, ასევე ინგლისელები ამას ყველაფერს აკონსპექტებდნენ და შემდეგ არქივებში დევს ეს ყველაფერი. იმდენად იყო ესპანური გემი სისხლით მოთხრილი, რომ ვიღაცები სპეციალურად გამოყვეს ქვიშის მოსაყრელად მეზღვაურებს და სამხედროდ ფეხი უცურავდათ სისხლზე. რაღაც წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. ასევე ერთი ესეთი უცნაური ტაქტიკა გააკეთა ვეჯერმა, ეს არასდროს არ ჰქონდათ გამოყენებული, უშუალოდ როდესაც გემი გემთან მივიდა ახლოს, მან რამდენიმე ქვემეხიდან მაინც გაისროლა, როგორც ასევე ინგლისელები ამბობენ, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა არა თქვა ამ ყუმბარის მოხვედრისგან, არამედ იმ ნაფოტებისგან, რომლებსაც ის დარტყმა ქმნიდა და ის ეხები წარმოიქმნებოდა, რომლებიც თელი ძალით ეტაკებოდა ადამიანს და კლავდაო. ვეჯერის ეკიპაჟი უკვე გამზადებულია, რომ მათ აბორდაჟით უნდა აიღონ, ანუ გადავიდნენ გემზე. მოპირე უკვე კარგად არის ჩამობნელებული, რა თქმა უნდა, ესპანელები იბრძვიან საოცრად და კულმინაციას უახლოვდება ეს ყველაფერი, ანუ უკვე ვეჯერი და მისი გადარჩენილი მეზღვაურები ხელებს იფშვნეტენ, რომ უკვე საოცარი სიმდიდრე უვარდებათ მათ ხელში და ზუსტად ამ დროს, ანუ წარმოიდგინეთ გემი გემთან არის ახლოს, ასე ინგლისის გემი, ესპანური გემი. აი ამ ნაწილიდან როგორც თვითონ ვეჯერი ყვება და მეზღვაურები ყვებიან, წარმოიქმნება ჯოჯოხეთი. ანუ აქეთ ხარს რო ყოფილიყო ვეჯერიანად წარმოიქმნებოდა ეს ჯოჯოხეთი, მაგრამ ამად ბედზე სკდება გემი მათი მოპირდაპირე მხრიდან, მოპირდაპირე ბორტიდან. მომენტალურად აი ეს გიგანტური გემი გადაიქცევა ნაფოტებად, ადამიანის ნაკუწებად, ბრინჯაოს ქვემეხების ჰაერში ტრიალებს ეცემა ვეჯერის გემზე, მოკლედ საშინელება ხდება, ექსპედიშენი არის საშინელ დღეში. მართალია მას თვითონ არაფერი ფიზიკურად არ მოსულია, იმიტომ რომ აფეთქება სხვა მხარეს წავიდა, მაგრამ ვეჯერი ამბობს, რომ ისეთი სიცხე წარმოიქმნაო, ისე დაგვეტაკაო, რომ ის მხარე საიდანაც ეს სითბო მოვიდა, რამდენიმე დღის განმავლობაში გვეწოდაო. წამების განმავლობაში ეს გიგანტური გემი თითქოს სრულიად უმიზეზოდ აი ასეთნაირად ფეთქდება და მორჩა აღარც განძია, აღარც გემია, რო გადარჩნენ იმაზეც მადლობლები არიან ინგლისელები და რა თქმა უნდა ნაღვლიანი თვალებით გაყურებენ როგორ იძირება, კი არა და ქრება მათ თვალწინ უზარმაზარი სიმდიდრე. როგორც თვითონ მეზღვაურები ამბობენ, შემდეგ აი ეს დაგესო გაგრძელდა სადღაც 9 წუთიც კი არაო. ამის შემდეგ დადგა სამარისებული სიჩუმეო და მხოლოდ კვამლი იდგა წყალზე და სხვათა შორის ამ 600 ადამიანიდან 11 გადარჩა. აი როგორც თვითონ ყვებიან, ისინი კიჩოზე იყვნენ. აფეთქება მოხდა უკანა ნაწილში. მეცნიერებს და ისტორიკოსებს დღემდე აქვთ კამათი თუ რა შეიძლება მომხდარიყო, იმიტომ რომ დენთის საწყობი ისეთ ადგილას იყო, რომ მანამდე ვერაფრით ვერ მიაღწევდა ინგლისელების ცეცხლი. არის ორი ვარიანტი, ან ადამიანური შეცდომა სუფთა, როდესაც საათნახევრიანი უწყვეტი ბრძოლით გამოფიტულმა ესპანელმა არტილერისტებმა, რომლებიც სიბნელეში ფარნდებით ეძებდნენ დედს და იმას შემთხვევით მოუკიდეს დენთს ცეცხლი და მეორე ეს გახლავთ და მე ამას ვემხრობი უფრო სანტილანა, რადგან მიხვდა რომ გამარცხებული იყო და რომ აი ეს აურაცხელი სიმდიდრე ჩაუვარდებოდა ინგლისელებს ხელშიდან, რომ რაში გამოიყენებდნენ ახლა მაგას ფაქტია და ამიტომ თითქოს თვითონვე ააფეთქა ან გასაბრძანება რომ აეფეთქებინათ დენთის საწყობი. მე რატომღაც გონია რომ მაინც ასე იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ
არაკეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ ისევე როგორც დღეს და როგორც მანამდე, მაინც რაღაც ოფიციალური ეს ღირსების მომენტი ალბათ ჰქონდათ და რა თქმა უნდა პატრიოტიზმის მომენტი. ხა სანტილანას ასეც და ისეც კაი დღე არ ეწერა, ხო? შეიძლება თავი არ მოეკვეთათ მისთვის, არ ეწამებინათ და ოდესმე გადარჩენა. 70 წლის კაცი იყო, აი სხვებმა როგორ შეასრულეს ეს ბრძანება არ ვიცი და მან გასცა ალბათ ბრძანება რომ არც მე და არც თქვენ და რაც რა თქმა უნდა ძალიან ეწყინათ ინგლისელებს. აი აფეთქდა თუ არა სან-ხოსე და ჩაიძირა, იგი იმავე წამიდან გადაიქცა ფიზიკური ობიექტიდან ლეგენდად. და ეს ლეგენდა უკვე აგერ 317 წელია ჩვენს გვერდით არის. ეს იყო გემის ზღაპარი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა უკვე იმ დროიდან მოყოლებული განძის მაძიებლებს, ისტორიკოსებს, მთავრობებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეს განძი მათი იყო და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო მომენტებზე. ზოგადად კარიბის ზღვა ისედაც მოფენილი არის განძით, იმიტომ რომ აქ მოგეხსენებათ ძალიან დიდი მიმოსვლა იყო. აი, სადღაც მე-15 საუკუნიდან რო დაიწყეს გაზიდვა ოქროების და სიმდიდრის სამხრეთ ამერიკიდან და ცენტრალური ამერიკიდან, ხო, აღარ დამთავრდა. და ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, ეს არ იყო თანამედროვე ლაინერები, ეს იყო ხისგან შეფიცრული რაღაც კი კარგი გემები, საკმაოდ სწრაფმავლები და საკმაოდ სანდო, მაგრამ ხარისხლებს ისინი ვერ უძლებდნენ. სანამ დადგინდა თუ როგორ შეიძლება ვთქვათ, გაუმკლავდე ხარი, როდის არის სანაოსნო პერიოდი, როდის ჯობს თავი შეიკავო და არ წახვიდეს, სად გამოკრა ხელი ქარების გაბატონებულ მიმართულებას და ეს არის ასეთი მაგალითად რაღაც პერიოდებში, მაგალითად მექსიკის ყურიდან, დღევანდელი ფლორიდის და ბერმუდას კუნძულებიდან დინება და ქარების მიმართულება არის აღმოსავლეთისკენ და გემები ძალიან სწრაფად ჩადიან თუ აი ეს ქარი გამოიჭირეს ევროპაში. აი ეს ყველაფერი ჯერ არ არის დადგენილი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გემი იღუპება. იღუპება ძირითადად იღუპებიან ისინი მარჯნის რიფებთან, იქ სადაც წყალი არ არის მაღალი. და რადგან ეს ასეა, ესპანელები და ესპანელებმა ეს ყველაზე კარგად იციან, გამოცდილი აქვთ მათ უამრავი კატასტროფა. მათ გემებზე ყავთ მონები, რომლებსაც უშვებენ ხოლმე წყალში, მოაბავენ ქვას და თოკით ჩაუშვებენ და რასაც მოასრებს და აი სანამ დაიხრჩობა და სანამ წნევა არ გაანადგურებს, თუ ძალიან ღრმად არ არის, ამოიღებენ და სხვა შეიძლება ძალიან ბევრი ასეთი განძი ამოღებული აქვთ ესპანელებს ჩაძირვიდან ძალიან ცოტა ხანში. განძის მაძიებელთა ციებ-ცხელება რა თქმა უნდა მე-20 საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა, რადგან უკვე გამოგონილი არის სხვადასხვა ტექნოლოგიები, იქ ჟაკ პიკარმა მაგალითად ბატისკაფი გააკეთა, რომელთაც მარიანის ღრმულში შეუძლია ჩასვლა. სხვათა შორის მარიანის ღრმულის სახელი ჰქვია აი იმ კარლოს მეორის დედის საპატივცემულოდ. ისიც რომელიც ახლუნად სეურ შეჯვარებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ასევე ჰიდროაკუსტიკური ხელსაწყოები, პატარა ზომის წყალქვეშა ნავები და რა თქმა უნდა აკვალანგი, ჟაკი კუსტოს შექმნილი იდეალური და გენიალური ქმნილება, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს დაახლოებით 40-50 მეტრის სიღრმეზე ჩავიდეს, ისე რომ ჯანმრთელობა ძალიან დიდი ზიანი არ მიადგეს. და მართლაც არიან ადამიანები, რომლებიც პოულობენ ვერცხლსაც, ოქროსაც, ძვირფასთულებსაც, სხვადასხვა საგანძურებს და ასეთებს შორის ყველაზე იღბლიანი გახლდათ არ შეიძლება რო არ თქვა მელ ფიშერი, მან ოკეანეში 10 წლეულები გაატარა, ეს იყო ნამდვილი ფანატი და შეპყრობილი ადამიანი რომ უნდა ეპოვა განძი, პოულობდა კიდეც იშვიათად იღბლიანი და განძის მაძიებელი, მაგრამ იგი ამბობდა რომ ეს პატარ-პატარა თევზების დაჭერა მე არ მიყვარს, ერთი დიდი მობი დიკი უნდა დავიჭირო და გამომართლა კიდეც. მე-17 საუკუნის ბოლოს კუნძულ კუბასა და იუკატანის ნახევარკუნძულს შორის ჩაიძირა ესპანური გალეონი ნუესტრა სინьора დე ლა ტოჩა. დე ლა ტოჩა იყო საკმაოდ დიდი ზომის გალეონი, რომელსაც ისევე როგორც სან-ხოსეს, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობით გადაქონდა ოქროვერცხლი ესპანეთში. და იგი აქ ქარიშხლის დროს ჩაიძირა. მელფიშერი უჯიუტესი მაძებარი იყო, იგი კარიბის ზღვაში დასახლდა ლამის და დაისახა მიზნად აი ამ დე ლა ტოჩას პოვნამ 10 წელი ეძება და იპოვა. იპოვა და 400 მილიონის ოქრო ამოიღო წყლიდან. დავბრუნდეთ ახლა კვლავ ინგლისელებთან ბრძოლაში დაღუპულ სან-ხოსესთან.
იცოდნენ თუ არა სად ჩაიძირა იგი. პასუხი არის კიც და არაც, იმიტომ რომ იმდროინდელი სანავიგაციო ხელსაწყოები არ იძლეოდა საშუალებას, რომ ძალიან ზუსტად დაედგინათ ადგილი თუ სად ჩაიძირა გემი. იცოდნენ კი, იმიტომ რომ ეს იყო სადღაც აი ამ არქიპელაგის მიდამოებში. ახლა ზღვაში ვინც ხართ ნაპოვნი, თქვა იგივე 3-4 კილომეტრი რო თქვა ადამიანმა ცდომილება არის ამა და ამ ადგილას შორისო, ძალიან დაიბნევით, იმიტომ რომ აი გახედეთ ზღვას, არსად ორიენტირი არ არის. ხმელეთზე კიდე იტყვი თქვა და აქ ხეიდგა, там женщина курила, რაღაცა ორიენტირით რაღაცას მიაგნებთ, მაგრამ ზღვაში რას უნდა მიაგნოთ, ხო? უნდა იცოდეთ ზუსტად GPS ადრესით დაადგეთ ზუსტად თავზე. ამიტომ გემი ვიცით სად არის, მაგრამ არ ვიცით სად არის. ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოკეანე არ არის ტაში ჩაგროვებული წყალი, ხო? ეს არის დინამიური სისტემა, სადაც წყალქვეშა დინებებია, სადაც გადავსებული არის ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მომენტალურად ანადგურებენ ყველანაირ ორგანიკას და ასევე აქ არის დაბალი ტემპერატურები, აქ არის უჟანგბადო გარემო, ესე იგი ძალიან აგრესიული გარემო არის ყველაფერი იმისათვის, რომ რაღაც გადარჩეს, ну ეხა ოქრო და ვერცხლი და მართალია ვერცხლი იჟანგება, მაგრამ მაინც ინარჩუნებს თავის ძვირფას თვისებებს, ეხა ოქროს რაც არ უნდა უყოთ ოქრო რჩება, ზურმუხტები კოლუმბიური, რა თქმა უნდა, ისევ რჩება როგორც არის, მაგრამ ძალიან ბევრი ხელშესახები და კარგად დასანახი არტეფაქტი, რა თქმა უნდა, ნადგურდება, ხო, როგორც არის მაგალითად გემის კორპუსი თვითონ, რომელიც ხისგანაა, ეხა 300 წელი რო წყალში იდება, რა უნდა მოუვიდეს. თითქმის იმედები გადაწურულია. მაგრამ არა ყველასთვის. მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჯიუტია და მიზანდასახული ქმნის ხოლმე ისტორიას. არსებობდა ასეთი და დღესაც არსებობს ასეთი საძიებო კომპანია სახელწოდებით Sea Search Armada და მან განაცხადა 1980 წელს, რომ ჩვენ ვიპოვეთო, სადაც არის სან-ხოსეო, ოღონდ კოლუმბიის მთავრობას ვთხოვთო, რომ მოგცეს უფლება ამოვიღოთ, დავათვალიეროთ რაღაც არტეფაქტების, კოლუმბიის წყლებში ხდება ეს ყველაფერი. და კოლუმბიის მთავრობას აქვს მანამდე ესეთი კანონი მიღებული, რომ 50-50-ზე, მაგალითად მე ვასოგაბუნია რომ ჩავიდე, თქვა კოლუმბიის წყლებში იქ სადღაცა ჩავყვინთო და ამოვიღო 1 კილოგრამიანი ოქრო, ზოდი, იმის ნახევარი უნდა გავჭრა და კოლუმბიის მთავრობას დავუტოვო, მეორეც შემიძლია აგერც ამოვიღო ან საქართველოში ან გერმანიაში. მაგრამ ამას რო გაიგებენ როგორც იციან ხოლმე მთავრობა, ეგრევე შეცვლიან კანონმდებლობას და იტყვიან, რომ არა, მთლიანად რაც არის ნაპოვნი, ეს არის ჩვენი. აქედან გამომდინარე, Sea Search Armada ეტყვის, რომ არა, ბატონო, ეგრე არ გამოვა. გითხარითო ისევ, სად არისო და მერე დავილაპარაკოთ. არა, ეგრე არ გამოვა, შევადგინოთ იურიდიული დოკუმენტი და ჩვენ გაჩვენებთ ადგილს, ჩვენვე ამოვიღებთ და რამდენიც თქვა კანონით გეკუთვნით ამ ქვეყანას, იმდენს მოგცემთ. მოკლედ ვერ შეთანხმდნენ და არმადამაც თავი დაანება და მე სხვა შეიძლება იმ ადგილებში სადაც არმადა მოძრაობდა კოლუმბიელებმა დაიწყეს ძებნა და ვერაფერი ვერ იპოვეს. არმადასაც არ წარმოუდგენია რამე ხელშესახები, იმიტომ რაღაცა ხის ნატეხები წარადგინეს და მე როგორც უკვე ანალიზით გაირკვა, ეს ხის ნატეხები აბსოლუტურად არ ეკუთვნოდა იმ გემს, რაღაცა სხვაგანიდან იყო მოტანილი. ამ დროს, აი სადღაც 2003 წელს, ანუ 22-23 წლის წინ UNESCO იღებს რეზოლუციას, კონვენციას უпроსორად, რომლის მიხედვითაც წყალქვეშ ნაპოვნი არც ერთი ნივთის გაყიდვა არ შეიძლება და კომერციული მიზნით გამოყენება არ შეიძლება, თუ იგი 100 წელზე უფრო ხანდაზმულია. ასევე განძი ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის გემზეც იყო ეს ძვირფასეულობა. მაგალითად არის ქართული გემი, ღმერთმა დაიფაროს, რაღაცა დაემართა, ვიპოვა ვიღაცა ამერიკელმა უნდა მიცეს საქართველოს ეს განძი. და ამ კონვენციას ხელს არ აწერს ორი მოთამაშე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ვინ? რა თქმა უნდა კოლუმბია. კოლუმბია, რომელიც კიდევ ელოდება, რომ სან-ხოსეს იპოვიან და კოლუმბია მოგეხსენებათ არ არის ახლა ძალიან უმდიდრესი ქვეყანა უნდა იყოს, მაგრამ ზოგადად მთავრობების ბრალია ხოლმე, ხო? რა თქმა უნდა განლაგების ბრალიც არის, მაგრამ კოლუმბია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა უნდა იყოს, სამწუხაროდ არ არის და რა თქმა უნდა ის აქედან ამოღებული განძი მას ძალიან წაადგება. როჯერ დული, ეს ძალიან საინტერესო ადამიანია, საინტერესო ბიოგრაფია აქვს, იგი დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდაში
მაგრამ დედამ რატომაც გადაწყვიტა, რომ როდესაც კუბაზე მოხდა რევოლუცია, სოციალიზმის მშენებელი უნდა გამხდარიყო და მოკიდა თავის შვილს ხელი და გადავიდნენ კუბაზე საცხოვრებლად. აქ დული მისავლა ძალიან კარგად ყვინთვა, მანვე ჩამოაყალიბა წყალქვეშა არქეოლოგიის სამმართველო კუბაზე და საკმაოდ საინტერესო რაღაცებს პოულობდა წყალქვეშ. და ქონდა რაღაც თავისებური გუმანის თითქოს იცოდაო, სად შეიძლება რაღაცეების პოვნა. მან რაც დაარსდა ეს სამმართველო, იგი გააგზავნეს სევილიაში მივლინებით, რომ იქ შეესწავლა და იქ არის დაცული ყველაზე მეტი დოკუმენტი კარიბის ზღვაში მომხდარი კატასტროფების შესახებ. და როდესაც ეცნობოდა ამ დოკუმენტაციას, მან შემთხვევით აღმოაჩინა კოლონიალური გუბერნატორის წერილი ესპანეთის მეფისადმი, სადაც ეს ამბობს, ეს გუბერნატორი წერს მეფეს, რომ მან იცის სად ჩაიძირა დიდი გალეონი, რომელსაც ქრისტეს მამის სახელი ერქვა, სან ხოსეა, იოსები, წმინდა იოსები. და იქ რაღაც კოორდინატები არის მიცემული. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ როჯერ დული გადაიქცა ნამდვილ შეპყრობილად, იგი უძღვნის მთელს თავის ცხოვრებას. ეს 60-იან წლებში ხდება, წარმოიდგინეთ, მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის სან ხოსეს პოვნას. 2013 წელია და კოლუმბია კვლავ ცვლის თავის კანონმდებლობას. ამჯერად უკვე მის ტერიტორიულ წყლებში საგანძურის ძებნა შესაძლებელია. და ეს დულის აღგზნებს, იგი ჩადის კოლუმბიაში, ხვდება კოლუმბიის პრეზიდენტს და ეუბნება, რომ მე შემიძლია ძალიან გაგაბედნიეროთ, მოკლედ კოლუმბიელები, მე ვიცი სად არის სან ხოსეს ჩაძირვის ადგილი. დაიწყეს ინვესტორების ძებნა, მთავრობამ თქვა, რომ ჩვენ ახლა მაგის თანხები არ აგვაქვს, ეს საკმაოდ ძვირიანი ექსპედიციაა. და ბედის ირონიით, ბრიტანელი მეწარმე აღმოჩნდა, რომელმაც იკისრა ინვესტორობა. ეს იყო სხვადასხვა უკიდურესად გასაიდუმლოებული ოპერაცია, პროცესს კოლუმბიის მთავრობა და კოლუმბიის საზღვაო სამხედრო ძალები ხელმძღვანელობდნენ და მათ მოიწვიეს მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე ცნობილი ვუცჰოულის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტი, რომელმაც სხვადასხვა ცოტა ხნით ადრე 80 წელს აღმოაჩინა ტიტანიკი. საქმეში ჩაერთო უკვე არამხოლოდ ენთუზიაზმი, არამედ უმაღლესი დონის რობოტოტექნიკაც. მეცნიერებმა გამოიყენეს ავტონომიური წყალქვეშა აპარატი, ეს გახლავთ რემუს 6000, რომელიც როგორც სახელი მიუთითებს 6000 მეტრზე შეუძლია ამ აპარატს ჩასვლა, იგი არის ავტონომიური აბსოლუტურად, მას აქვს ძალიან მაღალი გარჩევადობის ფოტოების გადაღების და ვიდეოების გადაღების უნარი, იგი იმართება ავტომატურად გემბანიდან და როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, უკვე იმედგადაწურული ექსპედიცია, არა მხოლოდ იმედგადაწურული, არამედ ფინანსებ გადაწურულიც არის და 27 ნოემბერია 2015 წლის და ზუსტად ამ დროს 600 მეტრის სიღრმიდან აკუსტიკური სკანერი აფიქსირებს ანომალიას. სასწრაფოდ უშვებენ რემუს 6000 ამ ადგილისკენ და რემუსი იღებს საოცარ ფოტოებს. გემის მართვის პულტთან მჯდომი მეცნიერები არიან გაშტერებულები, უყურებენ ეკრანს, რომელიც გადმოსცემს წყალქვეშეთიდან საოცარ სურათს, კერძოდ ფსკერს, რომელიც დაფარული არის ოქროს და ვერცხლის მონეტებით, აქვე არის ჩინური ფაიფურის თასები, ჭიქები, ესპანური ამფორები, მოკლედ სან ხოსეა. კიდევ ეჭვიაქვთ, რომ შეიძლება არ არის სან ხოსე, ხა იმ ადგილებში როგორც გითხარით, ძალიან ბევრი გემები იღუპებოდა და აი თითის ანაბეჭდისაც პოულობენ. ანუ რამდენიმე ათეულ ქვემეხს, რომლებსაც უკანა ნაწილზე აქვთ დელფინის ფორმის ბარელიეფი მიმაგრებული. სწორედ მხოლოდ და მხოლოდ სან ხოსესთვის იყო დამზადებული ეს ქვემეხები. ანუ მეცნიერების და განსაკუთრებით როჯერ დულის სიხარულს და აღტაცებას, რა თქმა უნდა, საზღვარი არ აქვს, ადამიანი, რომელმაც 50 წელი შეალია ამ ყველაფერს, დღეს დულის ვაჟი 80 წლის არის, მას კაპიკი არ აუღია ექსპედიციებიდან, მხოლოდ და მხოლოდ ხელფასზე იყო, არც სხვადასხვა არანაირი პრემია. ასე თუ ისე 300 წლიანი ძებნა დასრულდა, უკვე იპოვეს როგორც მას ეძახიან განძის მაძიებელთა გრაალის თასი, ამავე დროს ესპანეთის იმპერიის ბოლო იმედი 300 წლის წინ.
დღეს უკვე 11 წელია გასული გალეონის აღმოჩენიდან, განძი კვლავ იქვეა. მისთვის ხელი არ უხლიათ და ვერც ახლებენ ჯერჯერობით, იმიტომ რომ განძის მესაკუთრეობაზე ახლა იბრძვის ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანა. ესპანეთი, როგორც გალეონის მფლობელი, იუნესკოს კონვენციის მიხედვით არის ამ განძის ერთადერთი მფლობელი. მაგრამ ნურას უკაცრავად კოლუმბიას ამ კონვენციაზე, როგორც გასვოთ, ხელი მოწერილი არ აქვს. აქ ეხა თავი წამოყო პერუმ თქვა, თქვენ ძმაო მანდრო იქ ვერცხლი გიყრიათ იმ წყალქვეშ კოლუმბიაში, ეს ჩვენი პორტობელოს მთიდან არის წაღებული. ასე რომ ვერცხლი ჩვენია. ეხა პერუს გამოფხიზლდა. პერუმ ზურმუხტების ძალიან დიდი ნაწილია, რომელიც თქვენად მიგაჩნიათ კოლუმბიელებს, ეგრე არ არისო, კოლუმბიის გარდა ჩვენთანაც არის. ზურმუხტები და აქედან წაღებული ზურმუხტებია სწორედ იქ ჩაძირულიო. რა თქმა უნდა, იქ ყური გამოიბერტყეს, აი ეს არმადა რო იყო, გახსოვთ, პირველი 1980 წელს რო თქვა ვიპოვეთო. ის ეგრევე დააპაშოლეს, უთხრეს არა ძმაო, შენ საერთოდ ხმას მიიღებ, წადი აქედან და სხვა შემდეგ თავისმა იურისტებმაც უთხრეს, რომ დაანებე თავი, ძალიან დიდ ჩარში გაეხვევია. ბოლივიის კვიდრი მოსახლეობა, ასეთი ტომი არსებობს, ხარა, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენი უამრავი ტომის წარმომადგენელი დაიღუპა 300 წლის წინ, როდესაც ჩვენს ადგილებში აქ ოქროს და ვერცხლს ეძებდნენ. ანუ მათაც გამოთქვეს პრეტენზია ამ ოქროზე. ხალხის ყველაზე მეტად რაღაც გული ამან ამიჩუყა ამ ტომის ხალხმა, იმიტომ რომ მართლაც ასეა, ხო? ეს ესპანეთიდან წამოღებული ოქრო ხო არ არის? ამ ხალხის სისხლით და ოფლით და სიკვდილით და რა ვიცი განადგურებით მოპოვებული ესპანეთის მიერ მოპოვებული ძვირფასეულობა. ესპანეთი საერთოდ ხმას არ უნდა იღებდეს, მე თუ მკითხავ სირცხვილით, აი ამ ოქროზე და ამ ძვირფასეულობაზე. სწორედ აი პოტოსის მთა იქნება ეს ხარახარას ტომის კუთვნილ მიწებზე მოპოვებული ოქრო თუ ისა, ეს არის ამ ხალხის ალბათ, მე ვინ მეკითხება, მაგრამ ნუ ზოგადად ასე მსჯელობ მე. რა ვიცი, ნახოთ როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი, რა ბედიერის ახლა გემს, საინტერესოა, ხო? კოლუმბიის მთავრობამ გამოაცხადა გემის პოვნის მე-11 წლის თავზე, რომ ისინი მოიპოვებენ, ანუ ეძებენ ფულს იმისათვის, რომ აიგოს გიგანტური მუზეუმი, რომელიც იქნება არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ იქნება ლაბორატორიაც. ამ მუზეუმში უნდა შეიქმნას სპეციალური პირობები, ეს იქნება გამჭვირვალე ავზები, რომლებშიც განთავსდება იქედან ამოღებული ეს საგნები, რომ მათ არ დაკარგონ თავიანთი პირველადი ფორმა. ეხლა ოქროს და ვერცხლს და ძვირფასულებს არაფერი დაემართება და საინტერესო მომენტი არის ის, რომ ეხლა როდესაც დათვალეს მთლიანად, დაახლოებით გამოვიდა, რომ ამ განძის საერთო ფასი შეიძლება იყოს 17-დან 20 მილიარდ დოლარამდე. მაგრამ ეს ფასი დათვლილი არის კიდევ რით, რომ აი ეს თითო მონეტა, რომელსაც ამოიღებენ წყლიდან, როცა იქნება, მის ფასზე 3-ჯერ 4-ჯერ უფრო ძვირია, იმიტომ რომ იშვიათია. მაგრამ ეხლა წარმოვიდგინეთ იქედან, რომ 100,000-ობით ასეთ მონეტას ამოიღებენ, რა თქმა უნდა, ამ მონეტებს ფასი დაუვარდება და დარჩება მხოლოდ იმ ოქროს ფასი, ალბათ ცოტა უფრო მეტი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ადამიანი ალბათ ყველას ენდომება, ვისაც ფული აქვს, აი ამ ლეგენდარული განძიდან ერთი მონეტა მაინც კონდეს და ალბათ მაინც რაღაც ფასი ექნება უფრო მეტი ვიდრე მისი ნომინალური ღირებულება, როგორც ოქროს მონეტისა. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ვარაუდობენ. 17-დან 20 მილიარდ დოლარამდე იქნება ეს ყველაფერი. ანუ ახლა არის მთავარი როგორ ამოიტანენ ამას ყველაფერს, იმიტომ აქ სიფრთხილეა საჭირო, თუ აპირებენ გემის აღდგენას, ეხლა ხე ნაკლებად იქნება იქ დაცული, მაგრამ გემს აღადგენენ და დღის სინათლეზე ამოტანისას, აი ეს ოსმოსური შოკის და გამოშრობის პირობებში, აი შეიძლება ეს ყველაფერი განადგურდეს, ამიტომ ისე ვიმეორებ, ეს იქნება სპეციალური სათავსოები, სადაც ეს ყველაფერი განთავსდება და ალბათ ვინც მე კოლუმბიაში ჩავა, ამ ყველაფერს ნახავს. რავი, დასკვნის სახით რა შეიძლება ითქვას, რომ 600 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული სან-ხოსე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ინდიფერენტული არის მეფეებისადმი და იმპერიების ნგრევისადმი, იმ 300 წლისადმი, რაც კაცობრიობამ გაიარა და ამ წლების განმავლობაში რამდენი უბედურება დატრიალდა მის თავს, მას რა თქმა უნდა არ ესმის არც ქვემეხების გრუხუნი და არც თანამედროვე პოლიტიკოსების კამათი. და მაინც როდესაც გალეონ სან-ხოსეს ისტორიას ვაანალიზებთ, შეუძლებელია არ დავფიქრდეთ ერთ დიდ ტრაგიკულ პარადოქსზე, რა გზა განვლო ამ საგანძურმა.
ჩვენ ნაწილობრივ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. აი 10,000-ობით ინდიელი და აფრიკელი, რომელიც ჩამოყავდათ ამ საგანძურის მოსაპოვებლად. წლების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში სიცოცხლის ფასად ხრიდა და ამდიდრებდა ესპანეთის იმპერიას. არა მხოლოდ ესპანეთის, აქ მარტო ესპანეთი არ არის, რა თქმა უნდა, ფაქტიურად ყველა ევროპული ქვეყანა, რომელმაც სიმდიდრე დააგროვა შუა საუკუნეებში, არა მხოლოდ ევროპული. რას აკეთებდა მონღოლეთი, რას აკეთებდა სპარსეთი, რას აკეთებდა რუსეთი, ყველა იგივე ინკები და აცტეკები და მაია სულ ერთმანეთის ხოცვაში იყვნენ. ადამიანის ბუნება ეს ზოგადად ჩვენ უნდა ვთხაროთ მთები რაღაცა ყვითელი მეტალის გამო, რომ შემდეგ ამ მეტალით ვისიამოვნოთ. ამას ჩვენ შეგვიძლია თუ ძალა და უნარი შეგვწევს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შევწიროთ. რა მივიღეთ საბოლოოდ მივიღეთ რომ 1708 წელს ერთმა წამმა შეიწირა 600 ადამიანი ერთ წამში, მაგრამ მანამდე 10 წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი. სან-ხოსეს განძი დღეს საჯილდაო ქვა ქვეყნებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ცალკეული ადამიანებისთვის, ცალკეული ორგანიზაციებისთვის. იგი ოდესმე ალბათ მართლაც იხილავს მზის სხივებს და იმედია სიგეთეში გამოიყენებენ ადამიანები ამ განძს. ვიდეო უკვე დამთავრებული მქონდა, როცა გამახსენდა, რომ ჩვენს ვაკის პარკში, ანუ იქ სადაც მე ვცხოვრობ, იქიდან დაახლოებით 150 მეტრში არის აი ეს ულამაზესი ერთი წამი შემოვატრიალებ კამერას. ციხესიმაგრე. და ეს ციხესიმაგრე აშენებულია დაახლოებით იმავე დროს, როცა ესპანური გალეონები ებრძოდნენ ინგლისელებს კარიბის ზღვაში. და ამ ციხესიმაგრეზეც დადის, ჯერ ერთი რა თქმა უნდა, ლეგენდები, რომ აქ არის მოჩვენებები და პარალელურად რომ სადღაც აქ არის საკმაოდ დიდი განძი დამარხული, იმიტომ რომ ეს ადგილები ხშირად გადმოდიოდა ხოლმე დანიელების და გერმანელების ხელში. და თითქოსო ერთ-ერთი შემოსევის დროს სადღაც აქ დამალეს განძი. მაგრამ სანამ განძს ვიპოვით, ერთი ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი რაღაც უნდა გაჩვენოთ. მოკარი თვალი, ასეთი ხიდია. ბატებს გამოუყვანიათ შთამომავლობა. ახლოს არ მივალ. აი, თოთხი ბატის შუქი. და კიდევ ერთი ისტორია, ძალიან საინტერესო ისტორია გამახსენდა. მინდა მის შესახებ მოგიყვეთ, მაგრამ ცოტა ხმაური აქვს, ექსკურსიები დაყავთ ხოლმე და ამიტომ შვიდ ადგილს ვიპოვი და დავჯდები და მოგიყვებით. როგორც შეგვირდით, რომ გავიგოთ რამდენად უცვლელი არის ადამიანის ბუნება და აი 300 წლის განმავლობაში კი არა, 3000 წლის განმავლობაში წარიცვლება იგი, ამიტომ უნდა გადავინაცვლოთ კარიბის ზღვიდან ამერიკის კლდოვან მთებში და ძალიან საინტერესო ისტორია უნდა მოგიყვეთ, რომელიც თავიდანვე ცოტა მითებით და ლეგენდებით აღიჭურვა. გავიცნოთ ფორესტ ფინი, ძალიან ექსცენტრიული ადამიანი, ამერიკელი არტ დილერი, რომელმაც საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით. იგი მულტიმილიონერი იყო და 1988 წელს 57 წლის ასაკში მას დაუდგინეს სიმსივნის ძალიან მძიმე ფორმა. სიკვდილის მოლოდინში მყოფმა ფინმა გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად დაემახსოვრებინა თავი ადამიანებისთვის, ლეგენდად ქცეულიყო და ამიტომ მან ასეთ ხერხს მიმართა. იყიდა ანტიკური ხანის ძალიან ძვირფასი სკივრი, ამ სკივრში ჩააწყო 764 სხვადასხვა ღირებულების ნივთი, ძირითადად ძვირფასი ნივთები იყო, როგორც შემდეგ გაირკვა 2 მილიონის, იმ დროინდელი 2 მილიონის, ან დღევანდელი სადღაც 3.5-4 მილიონის ნივთები. მან ეს სკივრი სახლში შეინახა და დაელოდა, როდის ბოლო დღეები, როდის დაუდგებოდა და ამის შემდეგ რო გაეტანა და დაემარხა ისეთ ადგილას, სადაც თქვათ ვიღაცა მიაგნებდა და ამით ფინი ლეგენდად იქცეოდა. შინით ავტობიოგრაფია იდო, როგორც გითხარით.
მაგრამ გადის წლები, ფინი გამოჯამრთელდა, თანამედროვე მედიცინამ საოცრება მოახდინა ის უმძიმესი სიმსივნე, რომელიც მას სჭირდა დაამარცხეს და გადის 20 წელი. 2008 წელია, ეს არის უმძიმესი წელი მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც საფონდო ბირჟა გასკდა ამერიკაში, ნადგურდება ბიზნესები, ხალხი თავს იკლავს, კარგავენ, იხურება კომპანიები, მოკლედ ძალიან ცუდ დღეშია მსოფლიო და ამ დროს ფინმა გადაწყვიტა, რომ ამ თავისი სურვილის ასრულების დრო დადგა. მან აიღო სკივრი, ამოიდო იღლიაში, წავიდა მარტო მისთვის ცნობილ ადგილას, კლდოვან მთებში, როკი მაუნტენში და სადღაც ჩამარხა ეს სკივრი. ერთადერთი მინიშნება, რაც ფინმა გააკეთა, იყო 24 სტროფიანი ლექსი, რომელშიც, როგორც მან თქვა, 9 მინიშნება არის თუ სად დევს განძი. რაც შემდეგ მოხდა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ძველ ჭეშმარიტებას, რომ ოქროს აქვს მაგიური შეუბრალებელი მიზიდულობა, დაიწყო თანამედროვე ციებ-ცხელება, 1000-ობით, შემდეგ კი 10000-ობით და როგორც შემდეგ აღმოჩნდა 300,000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას განძის პოვნაში. როდესაც გადის უკვე 5 წელი და განძს ვერ პოულობენ, ფინი კიდევ ერთ მინიშნებას იძლევა, რომ ეს კლდოვანი მთები გადაჭიმული არის კანადის ტერიტორიიდან თითქმის ნევადას უდაბნომდე. ამიტომ იგი ამბობს, რომ კანადაში, ნევადაში, აიდაჰოში, აი მონაკვეთში ეს განძი არ არის, იგი არის 1500 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, იგი არ არის სახლებთან ახლოს და იგი არ არის სასაფლაოზე. სასაფლაო რატო დაამატა? იმიტომ რომ ვიღაცები დაიჭირეს, რომლებმაც საფლავების ძარცვა დაიწყეს. და ამით იმართლებდნენ თავს, რომ ჩვენ უკვე გვგონაო, რომ ფინის განძი აქ იყო. და როგორც ხდება ხოლმე ოქროს შემთხვევაში ძალიან ხშირად ამ ძიებამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სამწუხაროდ, მაგალითად რენდი ბილი 2016 წლის იანვარში გაუჩინარდა და მისი უსულო სხეული მხოლოდ მარტში იპოვეს. მეუღლე თქვა, რომ იგივე შეპყრობილი იყო ფინის განძის პოვნით და გავიდა სახლიდან იმ იმედით, რომ ძალიან მალე დაბრუნდებოდა და ამ ფულს მოიტანდა ამ განზეულობას. მეორე ეს გახლდათ სასულიერო პირი, პასტორი, ვინმე პერის უოლესი, რომელმაც ოჯახის წევრებს გამცხადა, რომ წავედი ახლა მეო და სააღდგომოთო ყველა რო შევიკრიბებით, მეო ძალიან დიდი სურპრიზითო გამოჩნდებიო და გამოჩნდა კი არა დაიკარგა. დაიკარგა მისი მანქანა იპოვეს დინარის პირას, ხოლო მისი ცხედარი იპოვეს აი ამ მანქანიდან დაახლოებით 10 კილომეტრის ქვემოთ დინებით. ერიკ ეშბი 31 წლის განძის მაძიებელი, იგი 2017 წელს მეუღლე დატოვა, არკანზასიდან წავიდა კოლორადოში, დაიწყო ძებნა განძის და ისიც უგზო-უკლოდ გაქრა. შემდეგ 2 თუ 3 წლის მერე იპოვეს უცნობი ცხედარი და დნმ-ის მიხედვით დაადგინეს, რომ ეს ეშბი იყო. 2018 წელი 20 თებერვალს 53 წლის ჯეფ მერფი იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში 500 ფუტის სიმაღლიდან ვარდება და კვდება. ოქროს ციებ-ცხელები ცოტა შორის დაავადდა ისეთი საღადმოაზროვნე ადამიანი და ჩემი ფავორიტი მსახიობი და რეჟისორი, როგორც არის რობერტ რედფორდი და მან თქვა, რომ თუ იპოვიან ამ განძს, მე მაშინ მხატვრულ ფილმს გადავიღებ აუცილებლად ფინის შესახება, მაგრამ არ დასწალდა მას. 2020 წელს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ფინს გაუგზავნა მისი სკივრის ფოტო და ფინმა თქვა, რომ კი, ეს ჩემი სკივრია, სკივრი ნაპოვნია და შეწყვიტეთ ძიება. სკივრის პოვნიდან 2 კვირის თავზე ფინი გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. აი, ორივე ისტორია ერთისა და იმავეს გვეუბნება, რომ ოქრო თავისთავად არც ბოროტება, არც მკვლელია. იგი არის ჩვეულებრივი მეტალი, ძალიან სასარგებლო მეტალი, იგივე ელექტრონიკაში დღეს ძალიან ხშირად გამოიყენება იგი, იმიტომ რომ იგი კოროზიას არ განიცდის, ძალიან კარგი გამტარია და მაგრამ პარალელურად იგი აღვიძებს ადამიანში აი ყველაზე მდაბიო, ყველაზე მდაბალ გრძნობებს, რომლებიც აიძულებენ მას, რომ ჩაიდინოს საშინელებები. იმპერიები ინგრევა, გალეონები იძირება, ადამიანები იბადებიან და კვდებიან, ოქრო კი რჩება და
ელოდება შემდეგს. ელოდება ადამიანს, რომელიც მის გამო საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე შეაგდებს. მე დღეს ამით გემშვიდობებით მინდა გისურვოთ თბილი, ლამაზი, კარგ ადამიანებთან გატარებული კვირა. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ძალიან საინტერესო და საჭიროებო საკითხებით. არ მოიწყინოთ, ნახვამდის.